დღეს მინდა გააგაცნოთ სახელმწიფოს საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე არის მუდმივად დეფიციტური, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს შეინიშნება საგრძნობი გაუმჯობესება, რაზეც დღეს კონკრეტულად უნდა გესაუბროთ. კერძოდ ეკონომიკური ინდიკატორებიდან, რომლებიც ქვეყნის მდგომარეობას აფასებენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, არის მუდმივად დეფიციტური. თუ გასულ წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით საშუალოდ 15% იყო, 2013 წელს დაფიქსირებული მონაცემის მიხედვით ეს მაჩვენებელი არის 5.7%, რაც წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის საგრძნობლად გაუმჯობესებული მაჩვენებელი. ასევე 2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით 8% არის ანალოგიური მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გაუმჯობესება პირველ რიგში დაკავშირებული არის ბოლო 2 წელიწადში დაფიქსირებული ექსპორტ-იმპორტის დინამიკაზე. მოგეხსენებათ, რომ 2013-2014 წლებში ექსპორტი 21%-ით, ხოლო იმპორტი 7%-ით არის გაზრდილი, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ ეს მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული და უფრო გასაგები რო იყოს თუ რა არის საზოგადოების რო უფრო ნათელი იყოს თუ რა არის საგადასახდელო ბალანსი, საგადამხდელო ბალანსი, ის როგორც ასე ვთქვათ ეკონომისტები მოიხსენიებენ, შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვეყნის ეს არის მაჩვენებელი, რომელიც დროის განსაზღვრულ პერიოდში აფასებს ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესმენების, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლების მიერ დადებულ გარიგებებს სხვა ქვეყნის ასე ვთქვათ ანალოგიურ წარმომადგენლებთან ამ გარიგებების ჯამურ ბალანსს. ასევე ქვეყნის სავალუტო სახსრების, ანუ ფინანსური სახსრების შემოსავალსა და გასავალს შორის ბალანსის თანაფარდობას და როდესაც საუბარი არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტურობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანაფარდობა არის დარღვეული უცხოური წარმომადგენლების სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ, რომ ის დეფიციტი, რომელიც იყო მაღალი წინა წლების განმავლობაში 2013 წელს ნაჩვენები, ასე ვთქვათ, მონაცემის საფუძველზე არის საგრძნობლად გაუმჯობესებული. ასევე აბსოლუტურ მაჩვენებლებში და აბსოლუტურ გამოხატულებაში თუ ვიმსჯელებთ 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, მიმდინარე დეფიციტის საშუალო მაჩვენებელი ყოველწლიურად იყო 1.716 მილიონი $, ხოლო 2013 წელს დაფიქსირებული მონაცემით მთლიანი მიმდინარე დეფიციტმა შეადგინა 923 მილიონი $, რაც არის თითქმის ორჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეს ციფრები გარკვეულწილად მეტყველებენ იმაზე, რომ მაკროეკონომიკური დაწყებული არის მაკროეკონომიკური სიტუაციის გამოჯანსაღების პროცესი, თუმცა 2014 წელს განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად ქმნის იმის საფუძველს, რომ შეიძლება ეს მონაცემი გაუარესდეს, თუმცა საერთო სურათის შეცვლა იქნება შეუძლებელი, ანუ ეს არ შექმნის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ არათუ დეფიციტი მომავალში, არამედ ეს გადაიქცევა უკვე პროფიციტულად. ეს ინდიკატორი, რაზეც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენმა ორგანიზაციამ მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ თქვენს პრესამ საზოგადოებამ იცოდეს ამ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ინდიკატორის შესახებ.